ევროპის კავშირში მოულოდნელად ძალიან მოუნდათ ვლადიმირ პუტინთან საუბარი და უარყვეს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რუსეთი მალე ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას აპირებს. ევროპის რიტორიკა მოსკოვთან მოლაპარაკებების მიმართ მკვეთრად შეიცვალა. ერთი მხრივ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ვლადიმირ ზელენსკისთან ლონდონში შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. საერთოდ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა დაასახელეს თავიანთი 5 პირობა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყება. და ეს მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას უარით უპასუხა ვლადიმირ ზელენსკის ღია წერილს, სადაც მან პირადი შეხვედრის ჩატარება შესთავაზა ომის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. მეორე მხრივ დონალდ ტრამპის დიდი მეგობარი ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მოულოდნელად საჯაროდ დაეჭვდა რუსეთის განზრახვაში, რომ უახლოეს მომავალში ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელოს. და მაშინვე დაამატა, რომ მოსკოვთან მაინც საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა. და აქ მოულოდნელად რუსეთსა და უკრაინას შეიძლება ახალი შუამავალი გამოუჩნდეთ მოლაპარაკებებში. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სურს, რომ იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე ჩაერთოს შუამავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. მოკლედ, მოდით ერთად განვიხილოთ, რა გამოვა ამ ყველაფრიდან. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი და სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მაშასე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი შეხვდა ევროპულ სამეულს, რათა განეხილათ მომავალი ნაბიჯები რუსეთის ომის დასრულებისთვის უკრაინის წინააღმდეგ და შეემუშავებინათ მორიგი ერთობლივი პოზიცია. დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და ბოლოს დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. კირ სტარმერის, ფრიდრიხ მერცისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც პუტინმა გასულ კვირას უარი თქვა ზელენსკის წინადადებაზე პირადად შეხვედროდა და მოლაპარაკებები დაეწყო. და აი 4 ლიდერის ლონდონში შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების მიხედვით, სამშვიდობო შეთანხმებაში რუსეთმა უნდა დაეთანხმოს 5 პირობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა. მათ შორისაა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტა. მოქმედი საბრძოლო კონტაქტის ხაზი. მოქმედი ხაზი გახდება მოლაპარაკებების დაწყების საწყისი წერტილი, ხოლო საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის მრავალ ეროვნული სამხედრო ძალების განთავსება. რუსეთის აქტივები ასობით მილიარდი დოლარის ოდენობით დარჩება გატინული, მანამ სანამ ის არ აუნაზღაურებს უკრაინას ომით მიყენებულ ზიანს. და უნდა იყოს უზრუნველყოფილი ევროპის ინტერესები უსაფრთხოების სფეროში. და აი ევროპის სამეულის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ვოლოდიმირ ზელენსკის იდეას მისა და ვლადიმირ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აშშ და ევროპული ქვეყნები ქვეყნები. და შემდეგ მოვიყვან ზელენსკის ციტატას. რუსეთი არ იმარჯვებს ბრძოლის ველზე, ხოლო ჩვენი საშუალო და დიდი მანძილის დარტყმები ზღუდავს მის შესაძლებლობას გააფართოოს აგრესია. მაგრამ უკრაინისთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბალისტიკური საფრთხეებისგან დაცვა, რომლითაც რუსები ტერორიზებენ ჩვენს ქალაქებსა და საზოგადოებებს. აი ასეა, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე. რადგან ქვეყანაში, ანუ რუსეთში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, რომლებიც მიუთითებს ომის გაგრძელებით უკმაყოფილების ზრდაზე. აქვე აღნიშნა, რომ ზელენსკიმ წინადრეს ვლადიმირ პუტინს ღია წერილში ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები ომისგან დაიღალნენ და მოსკოვს არ ეყოფა ფული და პოლიტიკური ძალა, რათა მომავალშიც იყიდოს რუსეთის მოსახლეობის ლოიალობა. ამასთან დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეიმ განაცხადა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ძალას არ იძლევა, რათა მომავალშიც შეიძინონ რუსეთის მოსახლეობის ლოიალობა. ამასთან დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ზელენსკის წერილი ზელენსკი წინადრეს აცხადებდა დაღლილობაზე და იმაზე, რომ მოსკოვს არ ეყოფა, მაგრამ ამ ისტორიაში მოულოდნელად იწყებს გამოჩენას მომავალი მოლაპარაკებების ახალი კონტური და ყალიბდება ახალი სქემა, რომელშიც შეიძლება განხორციელდეს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები. ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის განზრახვა აქვს. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. რატომ უნდა სცადოს რუსეთმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის გამოცდა, თუ მას 4 წელიწადში ვერ მოახერხა უკრაინის დაპყრობა. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთს 4 წელი დასჭირდა ბერლინამდე მისასვლელად. გადალახეს 1600 კილომეტრი.
ახლა რატო უნდა სცადონ რუსებმა დაახლოებით 60 კილომეტრზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოცდა უკრაინაში აქტიური ომის პირობებში. ამასთან მან არნიშნა, რომ ჰიბრიდული ქმედებები, ანუ დივერსიები, უხერხულია. კიბერშეტევები ნატოს ქვეყნების მიმართ რუსეთის მხრიდან ყოველთვის იქნება, ციტატა, უბრალოდ საჭიროა დამშვიდება. მე მესმის საზოგადოებრივი დისკუსია, მაგრამ ყველა სადაც ვერ ვანგარიშ, ძალიან ყურადღებით სწავლობ კოლექტიურად. მაგრამ შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სტუბმა ბევრი გაოცა. მან მოულოდნელად განაცხადა, რომ ევროპას უბრალოდ აუცილებელია დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ვლადიმირის ალიანსთან. ციტატა. რუსეთთან მოლაპარაკება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ძალის პოზიციაზე არ არიან. ეს უნდა გავაკეთოთ ერთად ამერიკელებთან. გახსენებთ, რომ სტუბი კოლექტიური უსაფრთხოების დიდი მხარდამჭერია, არა? და ეხლა ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების შესაძლებლობა მოძებნოს და ეძებს ახალ ფორმატებს. ტრამპს სურს, რომ იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე შუამავლად ჩაერთოს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ამის შესახებ იუწყება ისრაელის გამოცემა აინეტი. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პატრიარქს შეუძლია შუამავლობა გაუწიოს მოსკოვსა და კიევს და დაეხმაროს მხარეებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის არხის მეშვეობით, თუ ეს მოსასახერხებელი იქნება. გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე ივნისის ბოლოს პატრიარქს დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ თეოფილე მესამე სარგებლობს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ნდობით, ასევე მონაწილეობს ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ ინიციატივებში. თუმცა მისი თანამოსაუბრეები სტატიას კოლექტიური თავდაცვის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მორალურ უხერხულობად მიიჩნევენ მართლმადიდებლურ სამყაროში. გახსენეთ, თეოფილე მესამე 2005 წლიდან იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია და მართლმადიდებლობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. აქვე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობაშიც ადრე აღნიშნეს რუსეთთან დიალოგისთვის ნელა გახსნილი ფანჯარა. თუ ყურადღებას მიაქციათ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მუხლს და ევროპელების ბოლო ქმედებებს, აშკარა ხდება, რომ ისინი ახლა ეძებენ დიალოგის ფორმატს მოსკოვთან, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ლეგიტიმურად ჩათვლიან. რუსეთი მაგალითად სთავაზობს ერთ მოლაპარაკეს მთელი ევროპული კავშირისგან, მაგალითად გერჰარდ შრედერს. ევროპაში ამ იდეაზე უკვე უარი თქვეს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები სრულ კოორდინაციაში უნდა ჩატარდეს უკრაინასა და აშშ-თან და ესეც გარკვეულწილად ართულებს პროცესს ევროპისთვის. რატო უნდა შემოწმდეს ეს მუხლი? კოლექტიური თავდაცვისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიზანი ევროპასთან ერთად თუ ლონდონში. აქ მოუხერხებელია. წერტილ-წერტილები, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები, დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი, იზრუნეთ საქართველოს, ყველას ვშვიდობთ. პროცესი ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით ზელენსკიმ ლონდონში ევროპულ სამეულთან შეხვედრა გამართა. აქ წერტილ-წერტილს დავაკენებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ვშვიდობთ.